შვილის შემთხვევაში აზრი არ აქვს, იმიტომ რომ მას იმდენი აქვს მისჯილი უკვე რომ ქართული ოცნების პირობებში რომ შეუძლებელია უბრალოდ დათვალო ეს საქმეები. ეს არის ერთ-ერთი ახლა კიდე რომელსაც შეეცდება რომ დაუმატოს რეჟიმი, ანუ საპატიმრო სასჯელი პლუს ნუ რა შეიძლება ამასთან დაკავშირებით ვთქვათ. რასაც ახლა თვალს ვადევნებთ, არის ერთ-ერთი ყველაზე სამარცხვინო პროცესი ახლა სასამართლო სისტემა ხო არ გამოირჩევა ამ ქვეყანაში დამოუკიდებლობით და რაღაცა ღირსებით, მაგრამ რასაც ახლა ვუყურებთ განსაკუთრებით, აი არც ერთი ოპოზიციის ლიდერი, არც ერთი ოპოზიციური პარტიიდან არ დარჩა, რომელიც აბრალდებოს სკამზე არ დასვა დიქტატორულმა რეჟიმმა, ხო? და რითი? ჯერ ამ ადამიანების დიდი ნაწილი იყო ციხეში მხოლოდ იმის გამო, რომ მათ არ აღიარეს წოლუკიანის ღალატის კომისია და არ მივიდნენ ციხეში და ეხლაც რაღაც გამოგონილი ბრალდებით ამ ადამიანებს ემუქრებათ 7-დან 15 წლამდე, ხო? ეს სააკაშვილის საქმეს ამ საქმესთან დაკავშირებით სხვათა შორის საქმის მასალებს ახლა რომ ვიცნობდეთ და ნახოთ, ნუ ტრაგიკული არის და ტრაგიკულთან ერთად საერთოდ შეურაცხყოფას აყენებს, აი ნორმალურ გონიერ საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც შეიძლება საერთოდ არ აქვს სამართლებრივი განათლება, მაგრამ საქმის მასალების წაკითხვა რომ მოუნდეს, იმიტომ რომ სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით ერთ-ერთი ბრალდება არის მის სტატუსი, სადაც ის ბიზინა ივანიშვილი ზვიგენთან სელფის გადაღებაზე საუბრობს. შესაბამისად, რას მიუთითებს ეს პროცესი, ხო? ეს პროცესი მიუთითებს ერთადერთ რაღაცას, რომ რეჟიმის მიზანი არის, რომ ჩაახშოს განსხვავებული აზრი, ჩაახშოს ყველა აქტიური ადამიანის ქმედება, დემოტივაცია გაუკეთოს ბრძოლას და ფიზიკურად შეზღუდოს ეს ადამიანები იმისთვის, რომ მათ ვერ შეძლონ აქტიური ბრძოლა. აი ეს არის მთელი ანატომია, რასაც რეჟიმი მათ შორის ამ პროცესებით აკეთებს, იმიტომ რომ ამ პროცესებს არანაირი კავშირი რეალურად სამართალთან არ აქვს. მათივე შეთითქმული ეს ბრალდებები არის იმდენად სუსტი, რომ სასამართლოს ხდომებზე უბრალოდ არგუმენტს ვერ უძლებს ადვოკატებისაც და პროკურორებს ხშირად კითხვებზე პასუხი თვითონაც არ აქვთ, ხო? ისეთი სრული აბსურდი არა, ნუ რას ედავებიან ამ ადამიანებს? ედავებიან იმას, რომ საზღვარგარეთ, ანუ პოლიტიკოს ედავებიან, რომ საზღვარგარეთ დადიან და ელაპარაკებიან ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებს. მაგრამ ეს ასევე მიუთითებს შიშს. პირველი, როგორც ვთქვით, იმას, რომ მას მაქსიმალურად რეჟიმს უნდა საკუთარი ძალების კონსოლიდაცია და ჩაახშოს ყველა კრიტიკული აზრი და ყველა აქტიური ადამიანი შეზღუდოს მოქმედებაში და მეორე, ეს არის შიში. იმიტომ რომ რეჟიმი რაც არ უნდა აჩვენებდეს თავს, რომ ის ახლა უსაფრთხოდ არის და ეს ვთქვათ, მაგარია, არ აიხსნება არანაირად სხვა ის ქმედებები, რასაც ის აკეთებს. ხო, თუ არ ეშინია, თუ მართალია, თუ საქართველოს მოქალაქეების ხარდაჭერა აქვს, როგორც ის იძახის, ხო? თუმცა ძალიან კარგად იცის მათ 2024 წლის არჩევნებში რა ძალისხმევა დასჭირდა იმისთვის, რომ მოეპარა და გაეყალბებია არჩევნები საქართველოს მოქალაქეებისთვის, ხო? თუ ის ამ ყველაფერში მართალია და მყარად დგას, მაშინ მას არ უნდა სჭირდებოდეს დამატებითი რეპრესიული მექანიზმები, ხო? ძალიან მარტივი ლოგიკა არის. არ უნდა სჭირდებოდეს, მას უკვე ყავს 100-ზე მეტი პოლიტიკური პატიმარი და უკვე ადევს საერთაშორისო სანქციები და უკვე გაფუჭებული აქვს ურთიერთობები ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებთან ისე, რომ ამას ვერაფერი ვერ ჩამორიცხავს, ხო? ესეთ ფონზე მას არ უნდა სჭირდებოდეს კიდე დამატებითი მექანიზმები რეპრესიული თავს რო უსაფრთხოდ გრძნობდეს, მაგრამ იმისთვის რომ თავს უსაფრთხოდ არ გრძნობს, ის ყოველდღიურად ცდილობს რომ ეს რეპრესიები კიდევ უფრო მეტად გაამკაცროს. მათ შორის იმ სხვადასხვა კანონმდებლობით რაც მიიღო, რომელიც თითოეულ საქართველოს მოქალაქეს ეხება, იქ ხან ტროტუარზე დგომით, ხან ოპოზიციური პარტიების ლიდერებზე ახალი ბრალის შეთითქმით და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ამიტომაც ამ პროცესში ყოველ შემთხვევაში ახალი ნამდვილად არაფერი არ არის. მე დარწმუნებული ვარ, რომ თითოეული ოპოზიციის ლიდერი ახლა მით უმეტეს მიხეილ სააკაშვილს და ნაციონალურ მოძრაობას ახლა რითი უნდა შეეშინოს ივანიშვილმა, არ ვიცი, რომ ყველანაირი ქვა დაატრიალა 14 წლის განმავლობაში ნაციონალური მოძრაობის თავზე, მაგრამ ეს ადამიანები მე დარწმუნებული ვარ, რომ არც გატყდებიან და დარწმუნებული ვარ, რომ ბრძოლას გააგრძელებენ რეჟიმის წინააღმდეგ. კი ბატონო, სააკაშვილი სხვათა შორის დღეს კობახიძემ ახსენა, მათ შორის ანწუხელიძის კონტექსტშიც თქვა, რომ ჯერ თეა წულუკიანმა თქვა, შემდეგ კი კობახიძემ გაიმეორა, რომ ვეთანხმები წულუკიანს, რომ გიორგი ანწუხელიძე შეიწირა სწორედ სააკაშვილის მიერ დაწყებულმა ომმა, მის ხმასისხლიანმა რეჟიმმა და ასე შემდეგ. რა სიტყვით ეს პრინციპში არ არის ახალი ქართული ოცნების წარმომადგენლების მხრიდან.
ეს ის ჩვენ უნდა გვესმოდეს ძალიან კარგად და საქართველოს მოქალაქეებს უნდა ისმოდეთ ძალიან კარგად, რომ ყობახიძე როდესაც ამ განცხადებებს აკეთებს, ამ პაპუაშვილი ან ნებისმიერი ქართული ოცნების წარმომადგენელი, ეს არ არის მათი კონკრეტული მესიჯები. ეს არის რუსული მესიჯები, ეს არის რუსული პროპაგანდა და ეს არის ის მესიჯები, რასაც რუსეთი ცდილობს საქართველოში დაამკვიდროს. არა მხოლოდ სააკაშვილის ხელისუფლებასთან დაკავშირებით და იმ 9 წელთან დაკავშირებით, არამედ ზოგადად. და ეს ძალიან კარგი პარალელები იყო მათ შორის 1918-1921 წლებთან დაკავშირებით, ხო? აი, როდესაც მათი პროპაგანდისტი გაჩიჩილაძე, იგივე უცნობი მარო მაყაშვილის დაღუპვას, ანუ ამბობს, რომ მარო მაყაშვილი კი არა მოკლეს რუსებმა, თუმცა მარო მაყაშვილი მოუკლოს ჟორდანიას ხელისუფლებას. ანუ ამაზე მეტი, ზუსტად იგივეა, რასაც დღეს ყობახიძე ამბობს, რომ ანწუხელიძე შეეწირა თურმე სააკაშვილის რეჟიმს, ხო? რეალურად ზუსტად ეს არის. ეს ნარატივი არის მათ შორის რუსეთის ნარატივი. ეს იყო მაშინ ქართველი ბოლშევიკების ნარატივიც ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ და იმ ადამიანების წინააღმდეგ, რომლებიც საქართველოს დამოუკიდებლობისთვის და თავისუფლებისთვის იბრძოდნენ. ამიტომ აი ეს მესიჯი არც ახალი არის, ახლა ჩვენ გვახსოვს ქართული ოცნების განცხადებები, მათ შორის ანწუხელიძესთან დაკავშირებით, ჩვენ გვახსოვს ახლა ღალატის კომისია წულუკიანის შემთხვევითი ხო არ არის, რომ შეიქმნა, ანუ ეს ხო ესე არ მოსულა უბრალოდ რომ გაახსენდათ. ამ ღალატის კომისიის მთავარი დასკვნა, რომელიც დაიდო ამ მთავარ დასკვნაში, მთავარი მარტო ოპოზიციური პარტიების აკრძალვა კი არ არის, რაც დემოკრატიისთვის დარტყმა არის და ფაქტობრივად დემოკრატიის მოკლას ნიშნავს, ხო? ამ ქვეყანაში არა. მთავარი არის, რომ ამ ღალატის კომისიით და შემდეგ უკვე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით ლეგიტიმაციას უკეთებს ქართული ოცნება რუსეთის მთავარ გზავნილებს. და რა არის ეს მთავარი გზავნილი? რომ საქართველოს დაიწყო ომი, არა მხოლოდ 2000-ში, 90-იან წლებში ვინ დაიწყო? 1918-21 წლებში ვინ დაიწყო? ხო? მაგრამ თუ რამეში, ამიტომაც ეს პროპაგანდა გასაგებია, მაგრამ თუ რამეში არის ქართული ოცნების პასუხისმგებლობა. ქართული ოცნების პასუხისმგებლობა არის იმასთან დაკავშირებით, რაც ხდება ფარცხალაძესთან მიმართებით, რომელიც გენპროკურორად ყოფდა ამ ქვეყანაში და აღმოჩნდა, რომ შეკვეთილ მკვლელობებშია ბრალდებული. არის ღარიბაშვილთან მიმართებაში, არის ლილუაშვილთან მიმართებაში. თუ რამე არის ქართული ოცნების პასუხისმგებლობა, არის 9 თვის ბავშვი ქვევში რო ჩაახრჩვეს იმისთვის, რომ თვითონ 2012 წელს არჩევნებში მოსულიყვნენ. ქართული ოცნების პასუხისმგებლობა არის გიგა ავალიანის მკვლელობა და ნიკო კვარაცხელიას მკვლელობა მათ შორის, იმიტომ რომ აი ეს კრიმინალური სინდიკატი, რომელსაც ქუჩაში აი ესე შეუძლია ჩაცხრილოს ადამიანები, ეს დააბრუნა, ეს გაგება ეგრეთ წოდებული, დააბრუნა ქართულმა ოცნებამ, რომელიც შეზელილია ამ კრიმინალურ სამყაროში და ეხლა ჩვენ ბოლო პერიოდში რა ვნახეთ, ანუ რაზეც ვლაპარაკობდით ჩვენ და თან კიდე წარმოდგენაც არ ქონდა მიუხედავად იმისა, რამდენს ვლაპარაკობდით ოპოზიციას და მედიაც, რომ მთელი ეს სიბინძურე, რაც ეხლა ამოტივდა მხოლოდ მაშინ, როდესაც ერთმანეთს დაუპირისპირდნენ ყობახიძის გუნდი, ბიძინა ივანიშვილთან ერთად, ფარცხალაძე ღარიბაშვილ, ლილუაშვილის გუნდი და რატო დაუპირისპირდნენ? იმიტომ რომ შავი ფული ვერ გაიყვეს. ის შავი ფული, რომელსაც საქართველოს მოქალაქეებს პარავდნენ. ამიტომაც პასუხისმგებლობაზე, როდესაც საუბრობს ყობახიძე და პაპუაშვილი, მათ უნდა ესმოდეთ, რომ თავისუფალი და სამართლიანი სასამართლოს პირობებში მათ ყველა ამ დანაშაულზე აუცილებლად მოუწევთ პასუხის გაცემა. კი ბატონო, და ანა, კიდევ ერთი საკითხი, რასაც დღეს ყობახიძე მისაუბრა მათ შორის ოპოზიციის კონტექსტში, იყო გაერთიანების თემა და თქვა, რომ 0+0 უდრის 0-ს, ეს არის მარტივი მათემატიკური ფორმულა, აქედან გამომდინარე, როგორც არ უნდა გაერთიანდეს ოპოზიცია, მაინც დარჩება იმად, რაც არის დღეს თავად შეუწყოს ხელი საკუთარი თავის ამ მდგომარეობამდე მიყვანას საბოტაჟით, პარლამენტში არ შესვლით, უამრავი არასწორი ნაბიჯით და ასე შემდეგ. ამის გამო ნულოვანია მათი იმიჯი და რეპუტაცია. აი ამ გაერთიანების საკითხზე ბოლო პერიოდში ისევ აქტიურად ვსვამთ შეკითხვებს, ვიცით რომ რაღაცა დოკუმენტზე მიმდინარეობს მუშაობა, რომელსაც თქვენი პოლიტიკური გუნდი რატომღაც როგორც გვითხრეს, ყოველ შემთხვევაში კოალიცია ცვლილებებისთვის წარმომადგენლებმა არ უერთდება, მოგვიყევით, აი რა ხდება, იმიტომ რომ აი იმ პრობლემების მოსაგვარებლად, რომელზეც თქვენ საუბრობთ და ყურადღებას ამახვილებთ, ხომ? ამისთვის საჭიროა ხელისუფლების ცვლილება და ხელისუფლების ცვლილება საჭიროა საზოგადოებამ დაინახოს ალტერნატივა, თუნდაც ერთიანობის კუთხით, ხო? აი მოგვიყევით, ანა რა ხდება ამ კუთხით, ვის ელაპარაკებით, რას ელაპარაკებით, ახალი პოლიტიკური
პოლიტიკური ძალები არ გაჩენილან ჩვენ ხედავთ თუ არ ჩავთვით მაგალითად თავისუფლების მოედანს, რომელიც აქამდე რაც როგორც მოძრაობა თუმცა თავისუფლების მოედანსაც მივხვდეთ იმისა, რომ მე ძალიან გულშემატკივრობ, თუ ვინმეს გონია ამ ქვეყანაში, რომ მთავარ ოპოზიციურ პარტიებს გააუქმებენ და ისინი შეძლებენ მერე რაღაცნაირად თვითონ იყვნენ პოლიტიკურ ველზე, ესე არ ხდება ავტორიტარულ რეჟიმებში. როდესაც 2013-14 წელს ჩვენ ვამბობდით, რომ ეს რეპრესიები მივა ყველასთან და არა მხოლოდ ნაციონალურ მოძრაობასთან, მაშინ ბევრს არ ჯეროდა, მაგრამ 14 წლის თავზე ბევრმა ნახა, რომ ეს რეპრესიები მათთან მივიდა. ამიტომაც, როდესაც საუბრობთ იმ პროცესებზე, რაც ქვეყანაში მიმდინარეობს, მათ შორის ოპოზიციური პარტიების გაუქმებაზე, ეს უნდა გაითავისოს ყველამ, ვისაც ამ წუთას ეს არ ეხება. ხო, ამ წუთას ჩვენ ვიცით, რომ ლელო, ახლები და ნაციონალური მოძრაობა არიან, მათზე არის საკონსტიტუციო სასამართლოს შეტანილი ცვლილება. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ეს სივრცე თუ მოისპობა, არ ნიშნავს იმას, რომ ვიღაცეები ჩვეულებრივად გააგრძელებენ ამ ქვეყანაში ოპონირებას. არა, ქართული ოცნება მივა ყველასთან, აბსოლუტურად. ეხლა, რაც შეეხება პოლიტიკური პარტიების ამ გაუქმებას, ეს პროცესი, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარეობს, რეალურად სხვა გზას არ ტოვებს, ხო? ჩვენ უნდა დაველოდოთ ამ პროცესს. მე დარწმუნებული ვარ, რომ საკონსტიტუციო სასამართლო მიიღებს იმ გადაწყვეტილებას, რა გადაწყვეტილებასაც მას ქართული ოცნება ეტყვის. შესაბამისად, ამის შემდეგ თუმცა რატომღაც ეს პროცესი ჯანჯლდება, თუმცა ისიც უნდა ვთქვათ, რომ 9 თვენი ვადაქვს საკონსტიტუციო სასამართლოს განსახილველად და ნებისმიერ დროს შეუძლიათ ეს დანიშნოს, შეეძლოთ უფრო ადრე, რა თქმა უნდა, რომ ჯერ კიდევ რო გაჩერებული არის რაღაცაზე, ყოველ შემთხვევაში მეწყველებს, ხო? მაგრამ ჩვენ რა თქმა უნდა, მეორე მხარე აქ არის ის, რომ ჩვენ ამას ოპოზიცია არ შეიძლება ჩამოკიდებული ვიყოთ. ანუ ჩვენ გაგვაუქმებენ თუ არ გაგვაუქმებენ, ამას არ უნდა ველოდოთ, მანამდე უნდა ვიმოქმედოთ. მე ბევრჯერ მithქვამს, რომ ოპოზიციას თავისი სუბიექტური და ობიექტური პრობლემები ჰქონდა ამ 14 წლის განმავლობაში, ხა კობახიძის განცხადებას არც გამოვეხმაურები. თუნდაც იმიტომ, რომ საკუთარ ფარცხალაძეს მიხედოს და საკუთარ ღარიბაშვილს მიხედოს და კოლცენტრებს მიხედოს. აი იმ კოლცენტრებს, საიდანაც ეხლა რო იძახის, რომ ფარცხალაძეზე ამაოდ თურმე არაფერი არ იცოდა, ფარცხალაძეს რომ იმ კოლცენტრებიდან შავი ფული მოჰქონდა პარტიაში, იმ პარტიაში საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი თვითონ არისო? შესაბამისად, კობახიძეს ყველაზე ცუდი ბჭყალებში ოპოზიციონერიც კი ჯობია, რა ვიცი, მოღალატე ნებისმიერ ქართული ოცნების წევრს, რომლებიც შეგნებულად ღალატობენ დღეს ამ ქვეყანას, მაგრამ ოპოზიციას ჭირდება თავისი სტრატეგია და ეს სტრატეგია, ჩემი ხედვით, უნდა გამოიხატებოდეს საერთო ბრძოლის სტრატეგიაზე. მე ხლა არ ვიქნები მართალი, რომ სანამ მიმდინარეობს კონსულტაციები რაღაც უფრო მეტი დეტალი ვთქვა, თუმცა ეს ნიშნები საერთო საკონსულტაციო ოპოზიციურ პარტიებს შორის ჩანს ნამდვილად. დოკუმენტი, რომელზედაც თქვენ საუბრობდით, არის აბსოლუტურად განსხვავებული იმასთან შედარებით, რაზეც ეხლა მიმდინარეობს მსჯელობა. იმიტომ რომ ის პირველადი ხასიათის დოკუმენტი ჩვენ ვთვლით, რომ იყო ბევრად უფრო ვიწრო და პოლიტიკურ პარტიებს ჭირდებოდათ უფრო ფართო თანამშრომლობის დოკუმენტი, არა მხოლოდ საუბარი იმაზე, რომ იქ პოლიტიკური პარტიების ან დეპუტატების პოლიტიკოსების მთავარი მოწოდება უნდა იყოს, რომ ერთმანეს თავს არ დავესხათ, ერთმანეს თავს არ დავესხათ, ეს ისედაც ვიცით. არამედ დოკუმენტი უნდა ყოფილიყო ის, სადაც საქართველოს მოქალაქე დაინახებდა ბრძოლის სტრატეგიას ამ მთავარი ოპოზიციური პარტიები. ყველასგან ეხლა მთავარს გულისხმობ, ყველა მთავარია ამ ოპოზიციურ სპექტრში. ამიტომაც ეს ყოველ შემთხვევაში ჩვენ მოტივირებული ვართ ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, რომ ეს დოკუმენტი იყოს სწორედ ასეთი, ჩვენ მოტივირებული ვართ და ჩვენ ესე ვუყურებთ. ნუ ჩვენ გვინახავს მილიონჯერ დარღვეული დოკუმენტები, მათ შორის და ასე შემდეგ, მაგრამ ნახე მე გეთახმებით აბსოლუტურად და სწორედ ამიტომაც მე ყოველთვის მომხრე ვარ, რატომ გენდოთ, რომ რამე განსხვავებულს შემოვიყვანოთ. მე ამიტომაც ყოველთვის მომხრე ვარ, რომ ნებისმიერი პროცესი, რაც დაიწყება, იყოს საჯარო. საქართველოს მოქალაქეებისთვის. ძალიან მარტივი მიზეზის გამო, აი იმის გამო, რომ ის კითხვები, რა თქვენ კითხვები დასვით, ახლა აბსოლუტურად ლეგიტიმური. ამ კითხვაზე პასუხები საქართველოს მოქალაქეებს ჰქონდეთ და ნახონ, რაზე თანხმდებიან, რაზე ვერ თანხმდებიან, ვინ არის წინააღმდეგი, რატომ არის წინააღმდეგი. მერე თუ შეთანხმდებიან და თუ ვინმე დაარღვევს, მაშინ პასუხისმგებლობა დაეკისროს იმანს, ვინც ეს დაარღვია. და მერე საქართველოს მოქალაქეებმა თვითონ გადაწყვიტონ, რომელი მათგანი არის ამ სივრცეში მისთვის სანდო. ეს არის ღია და საჯარო პროცესი. ნახეთ, საჯარო რო იქნება პროცესი, მე სადაც ეკდება საქართველოს მოქალაქეებს შესაძლებლობა იმისი, რომ თავისი პოზიცია გამოხატონ მანდ, მაგრამ ის რომ იცით რა, ავტორიტარულ რეჟიმებში ძალიან რთულია ელაპარაკო იმაზე, იქნება ეს არჩევნები თუ იქნება ეს რაღაც რევოლუცია თუ იქნება თუ ასე შემდეგ, ხო? ეს ორივე შეიძლება იყოს.
ხო, შესაბამისად, იმიტომ რომ არჩევნები რა ახლა ამ პირობებში, რა პირობებშიც ახლა ვართ. გამორიცხავთ ფაქტობრივად ივანიშვილის დამარცხებას, ამბობთ რომ ივანიშვილის მიერ დანიშნული არჩევნებით შეუძლებელია მისი ხელისუფლებიდან გასტუმრება, იმიტომ რომ აყალბებს და რევოლუციის თუ მშვიდობიანი დამხობის მცდელობების წარუმატებლობაც ვნახეთ, ხო? ხო, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ წინაპრებს იგივე 18 დღეს იუნკერების ხსოვნის დღეა და ამიტომაც ბევრჯერ ვახსენებ და კიდევ ერთხელ კეცვიხრი მათი გმირობის წინაშე, რომელიც მუდმივად გვახსენებს ჩვენ, რომ საქართველოს თავისუფლებისთვის ბრძოლა ჯერ კიდევ არ დასრულებულა. ჩვენს წინაპრებს რამდენჯერ უცდიათ და რამდენჯერ არ გამოსვლიათ, ესე რომ გაჩერებულიყვნენ ბრძოლაში, საქართველო აქამდე ვერ მოვიდოდა. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ერთხელ ვცადეთ, არ გამოვიდა და რაღაცა გავჩერდეთ. მე მაგიტომაც ვთქვი, რომ ორივე და ზოგადად ავტორიტარული რეჟიმები ესე მარცხდებიან ბევრი ხალხით ქუჩაში, რომელიც მოიპოვებს თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს. მაგრამ სამართლიანი არჩევნებით, ნახეთ, სამართლიანი, ხო და რაღაცა დავაკელით, ანუნა ყველამ ერთად, რადგან არ გამოვიდა, ხო, რეალობა ის არის, რომ არ გამოვიდა, ხო, ეს ნიშნავს, რომ ყველამ ერთად, ყველამ ერთად, მე დარწმუნებული ვარ, რომ ბევრი ხალხი ქუჩაში 200,000 საქართველოს მოქალაქე, რომელიც ფეხს არ მოიცვლის და განწყობილი იქნება ბრძოლისთვის, რა თქმა უნდა, აქეთ ფლანგზე უნდა იყოს ერთიანი ოპოზიცია და ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ბრძოლაში, იმიტომ რომ ფრაგმენტირებულს არ უნდა გხედავდეს და ამ ერთიანობაში მე ყოველ შემთხვევაში არ გულისხმობ, ანუ რომ ყველამ ერთი და იგივე კოსტუმით ვიაროთ და ერთი და იგივე ფერი ვიცვალოთ და გულისხმობ იმას, რომ ყველა ერთად თანხმდებოდეთ, რომ საერთო ბრძოლის სტრატეგია გვაქვს და არ გვემართებოდეს ის მაგალითად, რაც დაგვემართა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების რუსული სპეცოპერაციის დროს, ხო, რომ გაიყო ოპოზიცია ნაწილი ბოიკოტზე იყო და მანამდე შეთანხმებულ სტრატეგიაზე ვიყავით არაღიარების და შემდეგ ნაწილი ბოიკოტზე იყო და ნაწილი არჩევნებში შევიდა. ამას გულისხმობ. ამიტომაც ამისთვის მნიშვნელოვანია, გამარჯვებისთვის მნიშვნელოვანია რამდენიმე ფაქტორი. გარე ფაქტორი, რა თქმა უნდა, მაგრამ უმნიშვნელოვანესია შიდა ფაქტორი და შიდა ფაქტორი რამდენიმე კომპონენტად იყოფა. ეს არის ერთი საერთო ოპოზიციური ბრძოლის სტრატეგია, ხალხი გაყვება იმას, ვისაც ერთიანს ხედავს და ვისაც ძლიერს ხედავს. და მეორე, ჩვენ უნდა დავარწმუნოთ საქართველოს ის მოქალაქეები, რომლებსაც გონიათ ჯერ კიდევ რომ მათი აქტიურობით არაფერი არ შეიძლება ქვეყანაში, რომ მიყვნენ უფრო მეტად აქტიურები. ამიტომაც ეს პროცესი მიმდინარეობს ეხლა, რომელსაც მე იმედის თვალით ვუყურებ ოპოზიციაში, არ ვიცი რა გამოვა ნამდვილად და იქნება თუ არა საბოლოოდ შეთანხმებული ეს დოკუმენტი, მაგრამ მე ეს დოკუმენტი წარმომიდგენია ესე. მე ეს დოკუმენტი წარმომიდგენია როგორც საერთო ბრძოლის სტრატეგია, რომელიც დასახავს ახალ გზებს ოპოზიციისთვის, როგორ უნდა გაიმარჯვოს. პარტიებთან გაქვთ საუბარი, ანა, ამ დოკუმენტის. მე როგორც ვიცი, სალომე ზურაბიშვილსაც ელაპარაკებით ამ ამბავში. მე როგორც ვიცი, ეს პოლიტიკური პარტიებს შორის არის ჯერჯერობით ეს გადიხილება, ეს დოკუმენტი, თუმცა ეს არ გამორიცხავს იმას. ამ ამბავში არ არის ლელო, არ არის გახარია, არ არის იგივე თავისუფლების მოედანი, აბა ვინ ლაპარაკობს? ჯერჯერობით არაფერი, ჯერჯერობით დარწმუნებით არა, ჯერჯერობით არაფერი დარწმუნებით. მე არ ვიტყვი უფრო მეც ამ კონსულტაციების შესახებ, არ ვიქნები სწორი ახლა უფრო მეტი, რა თქმა უნდა, ჯერჯერობით ესე დარწმუნებით. თან მეუბნები რომ მომხრევარ საჯარო იყოს ეს პროცესიო და თან მე მეუბნები რომ ვერ გეტყვით ვერაფერს სანამ და ეს იმიტომ გითხარით რომ მაგის საჯაროობა ჩემზე არ არის დამოკიდებული. ჩემზე რო იყოს მაგის საჯაროობა დამოკიდებული, ჩემზე რო იყო ბევრი იმ ადამიანზე, რომელიც ამ პროცესში არის ჩართული, თორე ჩემზე რო იყოს დამოკიდებული, მე ამ პროცესს საჯაროდ ვიზამდი, თუნდაც იმიტომ, რომ საქართველოს მოქალაქეებს ჰქონდეთ იმის შესაძლებლობა, რომ გაარკვიონ ვინ რა პოზიციაზეა, ვინ რატო ეწინააღმდეგება, რა მოტივით და ვინ რაზე თანხმდება და თუ არ ღოს შემდეგ რა პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს. მე ესე არ ვუყურებ, რომ მარტო შეზღუდული უნდა იყოს მხოლოდ პოლიტიკური პარტიებით, უბრალოდ რადგან მუდმივად პოლიტიკურ პარტიებს შორის არის ეს გარჩევები, მნიშვნელოვანია რომ ამ ეტაპზე ჯერ პოლიტიკური პარტიების შეთანხმდეთ, თორემ მე მგონია რომ ეს უნდა იყოს ერთიანობის ფართო სპექტრი, იმიტომ რომ იმ ფონზე, რაც ეხა სამოქალაქო სექტორს ჭირს, ხო, კანონებით კიდევ უფრო მეტად რო ზღუდავენ, იმ ფონზე, რაც პოლიტიკურ პროცესს პოლიტიკურ პარტიებს აუქმებენ, ამ ფონზე რაღაცა ზღვარი მოშლილია დიდი ხანია, უკვე პოლიტიკურ პარტიების კონკურენცია შან სამოქალაქო სექტორს შორის და ასე შემდეგ. აქ მხოლოდ ორი მხარეა, აქეთ რუსული საოკუპაციო რეჟიმი და მეორე მხარეს ყველა. ამიტომაც მე ვფიქრობ, რომ ეს დოკუმენტი უნდა იყოს ფართო, რაც უფრო მეტი ადამიანი შეუერთდება, მით უფრო მდგრადი იქნება ეს დოკუმენტი და იმედი მაქვს, რომ მიუხედავად განსხვავებული პოზიციებისა, ამ ჯერზე შესაძლებელი იქნება ამ დოკუმენტის მიღება და შემდეგ განხორციელება. მადლობა, ძალიან დიდი მადლობა. მადლობა ანა. ანა წითლიძე იყო ჩვენი სტუდიის სტუმარი. ჩვენ კი